ვისგან სწავლობს ბავშვი აგრესიას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თოჯინა ბობოს ექსპერიმენტზე მოგიყვები და სწორპასუხოს ვიდეოს ბოლოს გაიგებ. ეს ექსპერიმენტი ფსიქოლოგმა ალბერტ ბანდურამ ჩაატარა 1961 წელს. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. ისინი შემთხვევების პრინციპით ორ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს აჩვენეს ვიდეო, სადაც დასწრული ქალი დიდ გასაბერ თოჯინას სურტყამს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. მეორე ჯგუფს კი აჩვენეს ვიდეო, სადაც იგივე ქალი ამ თოჯინასთან მშვიდად თამაშობს. შემდეგ ეს ბავშვები შეიყვანეს ოთახში, სადაც მათ ვიდეოში ნანახი თოჯინა დახვდათ. როგორ ფიქრობ, როგორ მოიცნობენ? ბავშვებმა, რომლებსაც ვიდეოში აგრესიული ქცევა ჰქონდათ ნანახი, უხეშად მოქცევა დაიწყეს. თოჯინას ურტყამდნენ და უყუროდნენ. ხოლო ვინც მეორე ვიდეო ნახა, მათ აგრესია არ გამოუვლენიათ. უბრალოდ თოჯინასთან თამაშობდნენ. ამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბავშვები სხვების ქცევას აკვირდებიან, იმახსოვრებენ და შემდეგ უბრალოდ იმეორებენ. დავუბრუნდეთ ვიდეოს დასაწყისში დასმულ შეკითხვას. ნებისმიერი ქცევა, რომელსაც ბავშვი მის გარშემო ხედავს, შეიძლება მისთვის ნორმად იქცეს. ეს ქცევა მან შეიძლება ნებისმიერ ადგილას ნახოს: ოჯახში, სკოლაში, ან თუნდაც სოციალურ ქსელში. დაფიქრდე, შენ რას ხედავ შენს გარშემო? ვის მაგალითზე იზრდები და რა გავლენას ახდენს ეს შენს ქცევაზე? გახსოვდეს, რომ რაღაც მხოლოდ იმიტომ არ გააკეთო, რომ სხვაც ასე იქცევა. და იმოქმედო მხოლოდ მაშინ, თუ ეს ქცევა შენს ღირებულებებში ჩნდება. მეტიც, იყავი ის, ვისგანაც სხვამ შეიძლება აიღოს მაგალითი.